შევეხებით გარკვეულ საკითხებს, ბიოეთიკურ საკითხებს, რომელსაც ასევე ბიოეთიკა ეხება და თქვენ როგორც სასულიერო პირი და დოქტორი და პროფესორი ამ საქმის გიწევთ ამ საკითხებთან ხშირად შეხება, კონფერენციები და სამეცნიერო ნაშრომები და სურს ალბათ დავიწყოთ საუბარი ერთ-ერთ უპირველეს პრობლემაზე, რომელიც წამოიჭრა აი ამ მეცნიერებაში, ეს არის ალბათ აბორტის საკითხი. მართლაც ისტორია ისე განვითარდა და ბიოეთიკა როგორც მეცნიერება რომ ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ბიძგი მისცა მის ფუძემდებელს ვან რანსელერ პოტერს რომ ამ მეცნიერების ჩამოყალიბებაზე ეფიქრა, იყო სწორედ აბორტის პრობლემა. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. რა ადამიანის ბუნებრივი რეაქცია აქვს, აი სულ არ იყოს ეკლესიური, თუ ის რაღაც გენეტიკურად და ჯანსაღარემოში. პროფესიული პასუხისმგებლობა. უზნეობას აქვს რაღაც ბუნებრივი რეაქცია, როგორც ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი, იმუნური პასუხი რაღაცა უცხო სხეულზე ან ვირუსზე, ასევე აქვს ბუნებრივი რაღაცა უზნეობაზე მიუღებლობა.